მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, რას მობელოდე მისგან ახლო პერიოდში. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენ წინაშე არის პოზიციები, ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, რაც შეეხება უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ უყუროთ. მოისმინოთ ინფორმაცია თუ თქვენზე რეზონირდება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია იქნება თქვენს შესახებ. კავშირში არ არის ვიდეო საიტზე, როდის არის განთავსებული. და პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, დეტალებისთვის მესენჯერში მომწერეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით. მოგესალმებით, ჩემო პირველებო და გავიგოთ, რას უნდა მოელოდეთ მისგან ახლო პერიოდში. აქ პირდაპირ გამოიკვეთა ადამიანი, შეიძლება ჩაიფიქრეთ ჰაერისტიკის წარმომადგენელი პიროვნება, მერწყული ტყუპების სასწორი. მისი ბუნება გამოიკვეთა, მის ხასიათს ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა მასზე. მისგან უნდა მოელოდეთ ახლო პერიოდში, შეიძლება ემოციურ კრიზისს, ცოტა სიცივეს, სიხისტეს, თავის მეორე მხარეს, სადაც თავისი პირადი სივრცე სჭირდება, განმარტოვება სჭირდება, ბევრი ფიქრი სჭირდება. შეიძლება ემოციურად მშრალი მოგეჩვენოთ, დიდად რომანტიკულ განწყობაზე არ იყოს და გადართული იყოს თავის საქმიანობაზე, ან უფრო მეგობრული სულიერი საუბრები მოსწონდეს, ვიდრე რაღაც ცეცხლოვანი ენერგიები. უახლოეს პერიოდში ის თქვენთან მიმართებაში უფრო მეტად მეგობრის ენერგიით შემოვა, უფრო მეტად დაინტერესებული იქნება სულიერი საკითხებით, თანადგომით, ემპათიით, ურთიერთგაგებით, შეიძლება შეგხვდეთ და დიდად აქტიური არ იყოს ვნებების კუთხით, ემოციურად შეიძლება ცოტა დათრგუნული მოგეჩვენოთ, კიდევ ნახოთ რა იქნება. მისი სიყვარულის გამოხატვის ინდექსი ცოტათი უკან დაიხევს, მაგრამ დროდადრო ფლირტის ენერგიაში მაინც იქნება. შეიძლება ცოტა დეფიციტი იგრძნოთ მისგან კომპლიმენტების. რა თქმა უნდა, მისგან მაინც იქნება თბილი ნაბიჯები, მაგრამ უფრო მეტად ურთიერთობის ტიპი იქნება სულიერი, ვიდრე ფიზიკური. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დროებითი მდგომარეობა, მისი ეს ეტაპი გადაივლის და ისევ ჩვეულებრივ კარგ განწყობას დაიბრუნებს და ისევ აქტიურ ფაზაში დაბრუნდება. დროებითი ეფექტი ექნება ამ მდგომარეობას და შეიძლება უახლოეს პერიოდში სპონტანურად დაგეგმოს თქვენთან ერთად რაღაც ხალხმრავალ ადგილას წასვლა. ან შეიძლება ძალიან ბევრი დეტალი გაიხსენოს თქვენი წარსულიდან და უფრო მოგონებებში და ესეთი ძაფრი შეგრძნებების გახსენებაში იყოს, რომ თქვენთან თქვას, რომ რა კარგი დღე იყო მაშინ, როდესაც გნახი ან რაღაც ესეთი წარსულისკენ მელანქოლიური მდგომარეობა შენიშნოთ. მისგან ახლო პერიოდში ცოტათი უნდა მოელოდეთ იმ მდგომარეობას, რომ მას არ ექნება ის რესურსი, რომ თქვენ მოგიფრთხილდეთ და ემოციურად დაგიცვათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა როლების გაცვლა მოგიწიოთ და თქვენ აღმოჩნდეთ მისი ფსიქოლოგი, ისეთი ადამიანი, რომელიც მას გვერდში დაუდგება და ფსიქოლოგიურ კრიზისიდან ამოიყვანს და რაღაც განწყობას აუმაღლებს. ამის საშუალებას მოგცემთ რაღაცნაირად თქვენგან ამას მოელის, რომ თქვენ მას გვერდში დაუდგებით და ამ საუბრებით და ემოციური მხარდაჭერით ისევ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცოტა სიმკაცრე ემოციური ჩავარდნა და რაღაც სიხისტე მოდის, მაგრამ დროებითი ეფექტით. მე დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ჩვენ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით ჩემო მეორეებო და გავიგოთ თქვენ რას უნდა მოელოდეთ მისგან ახლო პერიოდში. აქ მისგან ახლო პერიოდში უნდა მოელოდეთ უცნაურობებს,
სიურპრიზებს, მოულოდნელ შედეგებს, ის რაზეც იფიქრებთ, რომ რაღაც არ გამოვა, ზუსტად ის გამოვა, ის რაც 100%-იანი თითქოს ფიქრობთ, რომ თქვენ შორის ყველაფერი დალაგდა, ის სიტუაცია აირევა. ძალიან არაპროგნოზირებადი, იმპულსური, რისკიანი, თავქარიანული პერიოდი შემოსდის ამ პიროვნებას და ურთიერთობაშიც ძალიან ბევრ ქარცეცხლს მოიტანს. ცოტა გუნება-განწყობილების აშლილობაც შეიძლება დაემართოს, ერთი წუთით იცინის, მეორე წუთით ბრაზავს, მესამე საათში რაღაცა არ ვიცი, რაღაც ემოციური აბურდულობა აქვს და თქვენს ურთიერთობაშიც ამას შემოიტანს. შეიძლება რაღაც უცნაური იდეები გაუჩნდეს, სპონტანური შემოთავაზებები, ის რაც აქამდე არ გაუკეთებია თქვენთან, ის ცადოს, მოულოდნელად თუ ფრენდზონა გაქვთ, უცებ ეს ფრენდზონა დაარღვიოს და შეიძლება უეცრად გააკოცოთ, არ ვიცი, რაღაცა ძალიან გრძნობების შემოტევა ექნება ამ პიროვნებას. მეტი გავიგოთ კიდევ რას უკავშირდება ეს უცნაურობები. შეიძლება ეს პიროვნება სადმე მიემგზავრება და რაღაცის მოსწრებას ცდილობს, რომ სანამ წავა რაღაც ყველაფერი მოასწროს თქვენთან. ან შეიძლება ეს უკავშირდებოდეს დიდხნიან ნატვრას, რომ შეგხვდეთ. ან შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს, რომ დროის კარგვა აღარ უნდა და ყველა ემოცია უნდა რომ მიიღოს თქვენთან. რაც აქამდე თითქოს ნელი ტემპით მიდიოდა, რაღაცის აჩქარება, მოსწრება, თავის თავზე აიღებს ძალიან ბევრ ინიციატივას, თვითონ იქნება სიახლეების შემომტანი, შეიძლება ბევრი შეხვედრები დაგეგმოს თქვენთან. ყველაზე მაგარი ის არის, რომ თითქოს თქვენს შეიძლება ძალიან სერიოზული პიროვნება ხართ, მაგრამ მის ენერგიას აყვებით. და უახლოეს პერიოდში რაღაც ერთნაირად იგრძნობთ თავს და ერთნაირი შეგრძნებებით იქნებით დამუხტული, თითქოს ორივე ბავშვობის წლებში გადაეშვებით უბრალოდ, სადაც არ არის არანაირი პასუხისგებლობები, არის მხოლოდ მძაფრი შეგრძნებები, ბედნიერება და რაღაცნაირად ერთნაირი განწყობაზე გაიღვიძებთ, დაივიწყებთ წესებს, დაივიწყებთ ჩარჩოებს და იცხოვრებთ იმ მომენტით, სადაც თავს ბედნიერად გრძნობთ. სხვათა შორის არ არის ცუდი პოზიცია, მიუხედავად თავისი სპონტანურობისა და ურთიერთობაში ქაოსური ვითარებებისა და მოულოდნელი მდგომარეობებისა, მაინც ერთნაირ გუნება-განწყობილობაზე იქნებით და ძალიან ესე კარგად აუწყობთ ფეხს და ძალიან ბევრი დატვირთული სიახლით სავსე დღეები გელით. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით ჩემო მესამეებო და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში. თქვენ ვისაც ახლა ფიქრობთ, რას უნდა მოელოდეთ მისგან ახლო პერიოდში. პირდაპირ მინდა კარტი დავამატო. აქ თუ რაღაც მიღწევები თქვენ გაქვთ, ან ფინანსურად, ან მატერიალური შენაძენები გაქვთ, ან რაღაც სერიოზული წინსვლები გაქვთ, შეიძლება მისგან უნდა მოელოდოთ იმას, რომ რაღაც შეთავაზება გაუკეთოთ თქვენ, ან სადმე დაპატიჟოთ, ან თქვენი წარმატება სადმე აღნიშნოთ და თვითონ რას იზავს და რას გადაწყვეტს, თითქოს აი ეს ფაქტორები უფრო მოდის, რომ თქვენს ირგვლივ იქნება მოვლენები უფრო მეტად განვითარებული, თქვენ ცხოვრებაში უფრო საინტერესო დეტალები მოხდება, შეიძლება სწავლის კუთხით, ან კარიერაში, ან ფინანსურად, როგორც უკვე აღნიშნე. თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო ენერგიით სავსე იქნება და თქვენ იქნებით რაღაცებში ინიციატივიანი და ინიციატივას თქვენ აიღებთ, რომ აი შეიძლება სადღაც დაპატიჟოთ თქვენ, იმიტომ რომ მას არ აქვს თქვათ რაღაც შესაძლებლობა ან ფულის საკითხებში დაეხმაროთ, ან რაღაც გადაიხადოთ თქვენ და დაელოდოთ თვითონ რას იზავს და თანხდება თუ არა ამ შემოთავაზებას წინადადებას, რას უნდა მოელოდოთ მისგან ახლო პერიოდში, კიდევ ნახოთ. თვითონ უფრო რაღაც ჭრდილში არის და პოზიციებს ვერ ამაგრებს, რადგან თქვენ უფრო წარმატებულ ენერგიაში გხედავთ ტარო, ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსური კარიერული ველი არის ძალიან აქტიური და მომგებიანი, მისი არა. თითქოს თქვენ რასაც შესთავაზებთ, ან თქვენ რასაც ისურვებთ, თვითონ
ამაზე იქნება დამოკიდებული ახლო პერიოდის მანძილზე ყველანაირად თქვენზე არის დამოკიდებული, რას იზავთ, იმიტომ რომ თქვენ რესურსული ადამიანი ხართ, ის არა. შეიძლება ამ თემაზე გქონდეთ საუბარი, თვითონ რაღაც თავისი აზრი გამოთქვას ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება მან თავისი, ასე ვთქვათ, არც თუ ისე სახარბელო მდგომარეობაზე რაღაც გითხრათ და თქვენ მისი დამშვიდება მოგიწიოთ და პირიქით რაღაც თითქოს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ვერაფერს ინიციატივას თავის თავზე ვერ იღებს, ვერაფერს ვერ დგავს სერიოზულ ნაბიჯს, რაღაც ვერ დაგპატიჟებთ, სადღაც ვერ წაგიყვანთ, რაღაცას ვერ გააკეთებს თქვენთვის, იმიტომ რომ არ იცის თქვენთან რა შეიძლება მან გააკეთოს, რით შეიძლება თქვენ გაგაოცოთ, რა შეიძლება მან გაჩუქოთ, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენს, ასე ვთქვათ, მდგომარეობამდე მოვიდეს და რაღაცა შეძლოს. არ ვიცი, აქ ცოტა ხელფეხი აქვს შეკრული ადამიანს, რომ რაღაცა თქვენთვის გააკეთოს. აი, ხელფეხი აქვს შეკრული თქო და ზუსტად ეს არკანიც ამოვიდა. თვითონ ვერაფერს ვერ შვება, ვერაფერს ვერ გეგმავს, ვერაფერს ვერ აკეთებს. და ის გადარჩენია, რომ თქვენ თუ რამეს შესთავაზებთ ან რაღაცას დაგეგმავთ, აი ამ ყველაფრის მიღება, არ მიღების საკითხები ექნება, შეიძლება თავისი ცოტა სიამაყე ჩაერთოს რაღაცაზე დაითრგუნოს და იყვანოს, დაგთანხმდეთ თუ არა თავი უხერხულად იგრძნოს, ეს ფაქტორები შეიძლება იყოს. რას უნდა მოელოდეთ მისგან ახლო პერიოდში? სიმძიმე, სიმართლე გითხრათ, აქ ეს პიროვნება ამ მდგომარეობით ბედნიერი არ არის. რაღაც უფრო სიმძიმე და დისკომფორტი ექნება. ამაზე საუბარი მოგიწევთ და რაღაც სიტუაციის და ურთიერთობის ხელახლა გადალაგება მოგიწევთ, რომ შეიძლება თქვენ უთხრათ, რომ რაღაცის ყველაფერი მის თავს რაც ხდება დროებითია, გაივლის და უთხრათ, რომ მის გვერდით ყოფნა გინდათ, მაგრამ ამ პიროვნებას რაღაც თქვენი შეთავაზების ან თქვენი წინადადების მიღება გაუჭირდეს, თან თქვენთან ყოფნა უნდოდეს, მაგრამ მაინც ბოლომდე ბედნიერად თავი ვერ იგრძნოს, სადმე დაპატიჟოთ და თქვენს იმედზე წამოვიდეს. აი რაღაცა ცოტა სირთულეებში არის, ფინანსურ კრიზისებში ვხედავ აქ პიროვნებას. მე დაგემშვიდობებით ყველას წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.